ჩემპიონთა ლიგას საქართველოში წარმოებულ ლუდებს შორის. დღეს გვექნება 16 ლუდი და დღეს გვექნება 16 სხვადასხვა ლუდი და გავარკვევთ რომელია მათ შორის საუკეთესო. ალბათ ჩვენი გეუბნებით. ეს არის პირველი. იქნება, ეს არის მეორე, პირველი მეორე. აი, დაყრდნობის მეთოდით გამოვიყენო. ნატახტარიან ბავარია ეს, უეჭველი. ვიწყებთ უკვე? ეს არის ნატახტარი. პირდაპირ აი ჩასული ეს რა, მეორეზე იძახე? ხო, აი სახელიდან რომ გამოდიხარ ფახველიაზე, იცი რაც უნდა შევუკვეთო. რაც უნდა აიღო. ნატახტარი ეს, ან ბავარია. ამას უკეთეს გემო, ის სუნი აქვს. პირველზე იძახე, ხო? არა, ეს ხო. ეს იმარჯვებს ჩემთვის. შენ რა სიტყვი? ერთის დამავიწყდა, თუ ჩვენი აზრები იქნება სხვადასხვა, დაგვეხმარება ჯინო, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ ხმას. ექსპერტი ჩაერთ. ხო, ლუდებში ვარკვევი მე, ამიტომაც ჩემთვის ყველას ერთ და იგივე გემო აქვს, მაგრამ მაინც ჩემი პირის რეცეპტორებით დაგითხოვდა ეს არის უფრო უკეთესი ვიდრე ეს. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი სპირტი. მაგრამ პახმელიაზეც მო. ხო, წაგებული ნამდვილად ნატახტარია. ნატახტარია. ოღონდ ნატახტარი გოლდია. ხო, პირველმა გაიმარჯვა ეს. მაგრამ ნატახტარს მაინც დავი. მოიწონდა. არა, მოიწონს სპირტებს. აი შენი საყვარელი, თქვენი საყვარელი ლუდები წარმოიდგინეთ რა და შეადარეთ აი ადამიანი რო იყოს როგორი იქნებოდა. და მაგაზე იბადეთ. ამა თვისებები ჩამომიწვა. ჯერ უნდა გავუხსნათ საყვარელი ლუდი რომელია. არა, მე მაქვს საყვარელი ლუდი. მაგრამ ადამიანი რო იყოს, საყვარელი როგორი ისა იყო მაშინ რომ დავლიეთ? ლეფე. ხო, ლეფე. ლეფე როგორია ლეფე ხო? არა, მე წარმოვიდგინე ჩემი საყვარელი ლუდი არის მოხუცი კაცი, დიდი თეთრი წვერებით და რავი, გერმანიიდანა. გერმანელი კაი ფილოსოფოსის ვიცე. ბიჭო, ლეფედან გამომდინარე, სახელი ხო რაღაცა ლეფე, ელფი, ხო თქვა რაღაცა ერთმანეთს. რაღაც სიმწონე, ეს ელფი, წვეტიანი ყურებით. ის რო არის. მე ლეფეზე რატომღაც ლომის ის უფრო. რა, აი, ლეფე რომ ესმის ლომია რა. ქის ყანწი რო არის რა, ვიკინგების იმაში ინახია და მაგაში ჩასმულ ლუდი რა, ეგ არის ლეფე. ოცი ბუნებაში. არა, რავი, თული კითხვაა ჯი. მაშინ ახალში ვიკავოთ მესამეზე. კი. სნაუტ. ვა, ეს ცოტა ისეთი პერსონაჟია. კი. ეს ცოტა ისეთი პერსონაჟია უცნობი და ეს დედა პედკეული ბავარია. ეხა გავიგე. სუნზე რანაირად ცნობს ეს ხალხი, არ ვიცი ამას. ჯერ პირველი ამას ვსვავ, მესამეს. ბავარია. ეს რა არის? არა, ეს ძალიან ცუდი. საკმაოდ რთული არჩევანი. ეს ძალიან ცუდია. განაცნობი გემოა, მაგრამ ვერ ვცნობ. ეს შენ გამიგან? მე პირადად გეტყვი დალეული არ მაქვს. ხო. ბიჭო, ამას ჯობია. ხო, არის. ეს ოჯო. ამას დაჟე ამას ბოლომდე დავლევ. ამას მილიარდ ბავარიას ჯობია ყველა ვარიანტი. თუ ბავარია. ბავარია მგონი, ხო? არა ეს. რა ძალიან წარი არის ეს ვიდრე ეს და უკეთესი. ბავარია გავარდა? არა, გავარდა ზედაზე. აი ზედაზე. ხო. ნუ სადაც ნატახტარი იქვე ზედაზე მიერა. არა ეს ძალიან ცუდი. დაჟე ნატახტარის ჯობდა ვიდრე ზედაზე. ბავარიას რო დალო ზუსტად ასეთია ისიც. ბიჭო, ლუდებში ხო ვერ ვარკვევი, მაგრამ ეს იმენა ცუდი არის. ამას არ დავუვი. მაგალითად, ლუდი რო იყოს მანქანა. რომელი მანქანა იქნებოდა? და რატო? ისე მოდი საყვარელი ლუდზე წავიყვანოთ რა. ან არასაყვარელი. მომერ ჩემ გერმანელი ფილოსოფოსი რომელი მანქანა იქნებოდა? და ამის ელფი ვიკინგის რკით ხელში. არა, ეს სასმელი ზოგადად რა, აზრი ურჭიქები იყო ხო გამოთვლილი რა. არა, ვიცი ხო რაზეც იძახ. აი როგორი წარმოვიდგინე. ლუდი რომ მანქანა ყოფილიყო თუ ჩვენ საყვარელი ლუდი. ბიჭო, არა, უყურე როგორ ხარ. ზოგადად ლუდი რომ მანქანა. ზოგადად ლუდზე შეგვიძლია, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს თქვენი საყვარელი ლუდი რომ მანქანა იყოს, რა მანქანა იქნებოდა და არასაყვარელი ლუდის. ანუ ყველაზე Mercedes Benz იქნებოდა. აი, Mercedes Benz რომელი ეს ბოლო E-კლასის რაღაც. მაგრამ ყველაზე არასაყვარელი ლუდი შიგული იქნებოდა. შიგულს რა ასერჩი. ძაუ, რა შიგულს რა ასერჩი. შიგულზე არის რაღაც. დედაზენის ბოთლით.
0-3 რაღაც. აი უკვე გამძვრალი ტყავი რო აქვს. 0-3. ჩემი დალეწი ჯანგია 0-3. ლეფე. შენ პირველი მახსოვრე და ეგ არის ბოლო. მოდი არის ისა ასე ხა. ჩემი საყვარელი ლუდი, ანუ ლეფე, რომ მანქანა ყოფილიყოს, იქნებოდა ალფა რომეოსკენ მივდივარ. სახელიდან გამომდინარე ლეფე და ალფა რომეო არ გასა. ნუ აინა გაი ალფა რომეო. ეს მეხუთე? და ეს მექვს. როგორ ეთყობათ სუნზე რომ ქართული ლოდებია. ამას ფერი აქვს სხვადასხვა. ხო, ფერებში განსხვავება არის. თუ მოზუმო, ეს ძალიან გავს. დავიწყოთ მეხუთე. ხო, მე აქ მაგალითად ალბათ მარტივად გავაკეთებდი არჩევანს. არც ერთი არ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ეს არის. არა ეს არის ჩემს. ადამიანწყვეტი ხმა გჭირდება ჯინო. მე უკვე ვიცი რომელიც უნდა ავირჩიო. ზრდილობის საქმეა ხო? ბიჭო, ამას აქ ძალიან ნეიტრალური გემო რა. არ ძალიან მწარი არ არის არც. ხელები დასალები. ძალიან ცუდი გემო აქვს. მაგიტომ თქვი თავიდანვე რომ აქ მე ეგრევე წავიდოდი ამისკენ. ბიჭო, რა ნახე. ამას ძალიან ცუდი გემო აქვს აი. ორივე მაქვს და ლევ ასწვისე რა. აუ, არა ეს ძალიან მწარია. არა ბიჭო, რა არის მწარი? ეს არის ძალიან ცუდი. ეს ძალიან ცუდია. რა არის ეს? რა გავარდა? გავარდა ბავარია. ეს არის ბავარია? ხო. ეს ბავარია მოგეწონა ზედა ერთად დიადე და გადააგდე. ჩემთვის არის ის ალბათ უკანასკნელი ლუდი რომელიც შეიძლება რომ აი ძალიან ისე რომ დავლიო რა, რომ აი ცოტა მაინც გამისწორდა. ბავარია ხაზბეგი ხანო. ეს ხაზბეგია? წამოგწდა ხაზბეგი. ეს ხაზბეგია ესე. მაინც ვერ დაიმახსოვრეთ ასე რომ. არა, გემოს მაინც ვერ მივხვდით მომავალში რომ მოვა. ხო და ანუ ეს ლუდია ჩემთვის არის აი კლასიკური ქართული ლუდი რა, ოღონდ ამ არა, ლუდი რა. ამასთან შედარებაც არა. სხვადასხვა მახსოვს ერთი პერიოდი ბავარია კაი იყო. მე გააფუჭეს ძალიან და ეხა მე მგონი ერთადერთი მიზეზი რატო შეიძლება იყიდო არის ის რომ 10 ლარი კიდე რაღაც 2 ლიტრა ნახევრიანი თუ რაღაც ეგრე. შემდეგი რაუნდი. ეს არის აი ლუდთან რა გისწორდება ხოლმე ეხლა ისე ჩხირს ჭამა რა ზოგადად. ლუდთან ყოველთვის მისწორდება ხახვი. შემწვარი კაი. ხახვის რგოლები, ხო? ხახვის რგოლები, შემწვარი ხახვის რგოლები და ნივრიანი პური. აი, ნივრიანი პური. ხო, ნივრიანი პური. ერთხელ ჭამე თუ გემრიელს ნივრიანი პური, ჩვენმა მეგობრებმა წაგვიყვანა. რომელი მეგობარმა? თედომ წაგვიყვანა ერთხელ ნივრიანი პურები ვიციო. ხო, თედოს. უგემრიელსი ნივრიანი პურებს წაგვიყვანა და მაგის მერე ხო ნივრიანი პურებია კაი. თქვენი ძახით იცი რა, ასე სნექის ვარიანტს უფრო განიხილავ. შენ საჭმელს იძახი? თუ საჭმელს განიხილავ ხინკალი, განიხილავ. ყველა ვარიანტი. ლუდის სიტუაცია რო აი ბიჭები რო იჩთებით რა და ლუდის სიტუაცია რო გვინდა, რას ვაკეთებ? მარტო ლუთან რა ხინკალი მახსენდება ეგრევე რა. ეგრევე ხინკალი. აი პროსა ხინკალს რო ჭამს ლუდი უნდა რა. ლუდი და ხინკალი ხო? სხვა არ არის რა. მეშვიდე. ამათი გემოები ბოლომდე არ მახსოვს. მაგრამ ალბათ მარტივად ავირჩიოდი მაინც. არა მე ბიჭებო მე ბენედიქტერს დავლევ. ბიჭო, სუნი ერთ და იგივე. არა? როგორ აქ ერთი და იგივე ეს FS-ია მე მეგონი. მელოდებში. კაი. პირველს სწავლ იმას ნეგვე FS გავსანი. სუნის გამოდავლი პირველი. ამას მოტკბო გემო არა აქვს. მაგითო მეცნობა რომ FS-ი ვითა. არა, მოტკბო არა აქვს. არა, ან წარგემო არა აქვს, რაც ტკბილი აქვს ბოლოს. ეს ყველაზე რთულია ჯერჯერობით. იმენა ერთი და იგივე. ბიჭო აი ვერ გეტყვით რატო რომ მართლა кай ხანი არ ერთი ვაფშე არ მოგდალეული არასოდეს. მეორე ძალიან დიდი ხანია და იგი მოგზა ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩემი აზრით ამის დედავადი ეს ყველაზე რთულია. ესა. ანუ სახელებით რო ვიმჩეროთ ჩემი აზრით, სახელებით ყველა მარტივად უნდა ჯობოს ერთმა. ხო. ბიჭო, იმენა ერთი და იგივე გემო აქვს. აი პატარაზე აქვს ბოლოში განსხვავება რა. ეს ცოტა მწარდება ბოლოსკენ. და ეს პირიქით კბილდება რა. რა გავარდა? გავარდა ლოვემბრაო. ლოვემბრა. დავიძახი. ბოლოში ძალიან უცნაურია. მართლა დიდი ხანი არ დამლევი. ბოლოში ძალიან უცნაური გემო. ხო, ბოლოში. მაგრამ მომწარო ის. იმენა ძალიან გვანან ერთმანეთს. გილოცავთ ხალხო, ალექსანდრე თოფურიამ გაიმარჯვა. დღეს არის
და 9 თებერვალია? თუ 10 თებერვალი? 9. სასწაული ჩხუბი ქონდა და რაც გავაკეთა იმენა წაიო კეფით რო ჩაარსო German. ეს არის მე-9. ეს ერთი და იგივე დაასხი? იმენ ერთი ზუსტად ერთ-ერთია. კაი. ჩემ მე-9-იან დავწერ. ეგვიპტეში რო ვიყავი. იქ იყო ლუდი საჰარა. აი იმის სუნი და გემოაკ. აუ არა ეს სამწარია. იმის სუნი და გემოაკ პირდაპირ. ერთი ანუ სახელიდან გამომდინარე უნდა იყოს სამწარე რა სახელი ისეთი აქვს. აუ ეს იმენა ჟაოიანი მწარე არის რა. უარა ეს ვერ გაიმარჯვებს ვერ გადავაშენ და თურში. უკან ვიბრუნებ ყველა სიტყვას რაც უთხარი ნატახტარს. ეს არის ძალიან ცუდი. ამაზე ცუდი ლუდი არ დამილები არასდროს. ბერო ჯობიეს. ამასაც აქვს იმწარე, მაგრამ აი ძმაო ლუდი. ვიას. ანუ მე-10. ამან ეს რა არის? რა გავარდა? შენ ხო ზეღა ნატახტარზე ილაპარაკე ცუდად. და ეხლა გავარდა ნატახტარი ექსტრა. პროცენტი გაგეთება შეუძლია. ამაზე ცუდი ლუდი ცხოვრებაში არ ეს იყო ნატახტარი გოლდი, ხო? ის გოლდი იყო, ეს ექსტრა. ექსტრა, ანუ სავარაუდოდ სპირტიანობა უფრო მეტია. კატასტროფა. აი, საშინელი. ბავარია იყო? არ მახსოვს. ბავარია არ გაგვიგდია. გავაგდეთ? ძალიან ლაითი გემოა რა. ამას მე-11. ხო და შეიძლება FS. ძალიან ლაითი გემოა. Вообще არ გემოა რა, ოდნავ აქ რო გაიგო ვიდეო. არა. იმის მერე მაგას ვეღარ დალევ. ის ხილის გემოა რა, ციტრუსის გემოა. რა ციტრუსის გემოა რა არის? რაც არის? ზედარაფერი არა, თეორიით. ამის მერე ამას ვერ დალევ. ხო, პირველი მოტკბო გემოა ამას. მეორეა. მაგიტო. თაჟი ბოლომდე დავიდე, იმიტომ რომ ეს ლაითი გემოა. ეს ამასთან შედარებით ისმევა ძალიან კარგად, ამას მერე ვეღარ დალევ. ხო, ეს რა არის? სპეციფიური გემოა თავის. ეგ არის ამსტელი. კარგად ზანებოდეთ ამ სტილი. ეს ის არის. ეს ძალიან კარგად გამოიყურება. გაუფილტრავია? წეღან თქვენ გიკითხავთ, მაგრამ დამაუწევთ. ეს ერთი არის არაქართული ლუდი. ერთი არის არაქართული, ეს არის, ვიჯერო. შესაბამის. ფიზიკურად ნიკოლაში მეტი ქართული ვერ ვნახე, მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ იყო ერთი კიდე. კაი. 16-დან ერთი არაქართული ლუდი არის. თუ გაიმარჯვებს, იდეაში გავკვირდება? არ გავკვირდება? მე ჯერ ნაგავს დავლევ. ხო, ნუ ჯერ ქართული დავწერ. ამას სუნზე ეთყობა ძალიან სპირტიანი, არა? თუ უკვე ისევა რომ ვეღარ ვანსხვავებ. ძალიან სპირტიანი, რაღაც ძალიან უცნაური გემოა. იდეაში არც ეგ არის ცუდი ლუდი. არა, ცუდი არა. ცოტა უცნაური ის იდეაში ყველაზე განსხვავებული გემოა, რაც გამისინჯოს რა, რაც იყო წინას. რა და მე მგონი უკვე დავერხა. დროს სხვაობას. უკვე ბუხლები. ანუ არ ვიცი ახლა საუკეთესო ლუდი. ხოც გაუფილტრავები არ მიყვარს რა, რაც იმისგან სიმწერ. ანუ მაგიტო დავდე ხა ეს ორი კონკურენტები არ არიან ერთმანეთში. არა ეს. ბიჭო, ამას კაი გემოა. ეს ისმევა წყალივით, ეს ძალიან ისეთი პორტია. არა, კლუდის გემო რა, სტანდარტული კლუდის გემო არა აქვს. ქართული ლუდი. რაღაცნაირი გემო, აი კაი გემო. ანუ ეს არის ის, რომელიც ქართული არ არის? ნუ, ფერზე რო შევატყე, დაი ხო. აი ბევრი კაი. რა გავარდა ეს რა? ჰეინეკენი გავარდა. ხო, აქ ხა ის გასაგრები. ჰეინეკენის მაგალითად დამეკო. არა, ცუდი არ არის. არა, ვიცი. რეალურად ცუდი არ არის. ის დაილევა. ბევრად კაი. მაგრამ ის ბევრად გასინჯული და ესეთი. ორივე დალეული მაგალითად. ეს არის მე რამე. მე 15? მე 15 მე 16. აქ ფერებშიც მაგარი განსხვავებაა. ერთი ძალიან ღია და ერთი ძალიან მუქია. გემოს განსხვავება. ამას არ ძალიან ზაფრისუნი. ამას. ხო, ამას. სუნითაც გავაგდებდი მაგალითად მე ამას. ჩემთვის ჯერჯერობით. აი. ხო, სხვათა ჩემთვის ერთ-ერთი მოსაზრებული ლუდია. ამას არ ძალიან ცუდი სუნი. რა და ხალხში არა. პოპულარობით სარგებლობს როგორც ვიცი. სამწუდი გემოა, რა.
არა ბიჭო, დაგილევია ეს გაგცინჯავს. ეს სარგებლობს ეს არის ნაცახტარი Gold Edition 2.0 რა არის? კაროჩე, მოდი. თოფურიას გამარჯვებას. ჩვენ დაბრუნებას გავუმარჯოს ხალხო. ანუ 15? ყველა არის ხო. ეს ძალიან ცუდი. ეს რა იყო? რა ის არის? გუდი. ეგ არის მილნერი. არ გამიგია. ხო, ანუ მე მილნერი დარეული მაქვს. მაგრამ ესეთი ცუდი არ ყოფილა მაშინ. თან ეხა ვერ ვიტყვი რომ ტემპერატურის ბრალია, იმიტომ რომ საკმაოდ ცივია ესეც. არა, თბილი ლუდის გემო არა აქვს რა. არა, თბილი, ანუ მაგის ბრალის კი არ არის, რომ ესეთი ცუდია, ძალიან ცუდი სუნი აქვს. სუნ გემო რა, აი რა შეადარებ გემოს. მეოთხე ფინალები. მე-16 ფინალები იყო ყველაზე რთული. მეოთხე ფინალები ახლა. ხო? თუ მე ნუ ყველაზე რთული იყო დასაწყისი იდეაში რეალურად. იმიტომ ძალიან ბევრი უცვავდი, ერთდროულად და ზოგი ძალიან ცუდი იყო, ზოგი ძალიან კაი იყო. ეს რეცეპტორები გაიციშა ვაფშე და ეხლა რაც მოუ ვერ გავიგებ რა რაც არის. ეხლა გართულდება მეოთხე ფინალებში. იმიტომ რომ ჩვენი ჩეულები შეხვდებიან ერთმანეთს, რა თქმა უნდა, მე უფრო რთული იქნება და მე უფრო რთული იქნება. თან ბოლოს ხო რობოტები არ ვართ. ძნელდება. ეს არის პირველი ბაღი. ეს არის მეოთხე. ფერით ახლა დაუწყოს. ერთადაგივე არ არის ფერი. ფერითაც ერთადაგივე და სუნითაც რო იცოდე. აი დაგვეხა ზუსტად. პრაკაი გემოქამ. რატომ აძლევს ეს ნოსტალგიას? აი მენა. ძალიან ნოსტალგიური გემოს მიტოვებს ეს. რაღაც მაგ ბლომა დალევ. ამას უფრო მძაფრი გემო არა აქვს. ანუ კარგი გემო აქვს რა. მაგრამ ეს გამყავს. ხო, ის. არ ვიცი რატო. აი, პროსტა ჩემი რაღაც ნოსტალგიურია, ამასთან შედარებაც არა აქვს ჩემთვის. ხო, ლოგიკურად ეგ უფრო ბევრი გექნება დალეული ვიდრე მეორე. ეს? ხო, რაღაცა ისა მაქვს რა, გრძნობა მაქვს თითქოს და ეს ბევრი დამილევია. ხო, ეს ბევროჩო. არ ხო. ბევროჩო. პირველი. დავაგდეთ ვინ? აისი. აისი? ეს არის 6. 6 და 8. ფერები როგორც ყოველთვის ფერები შევატარო ჯერ. ხო, ეს რომ მოკია ვიდრე ეს სპირტი იქნება. ნა, ამას უფრო მსაფრია. დაგვიხა. არა. ეს არის ჩემს. მე პირველი ეს გამყავს ვაჭო. ბიჭო, ლუდების შერევა არ შეიძლება. რა, არა გას. გადამწყვეტი. წერანას ამ ლუდზე იყო გადამწყვეტის ფოტოშოუს. რომელია ყაზბეგი? ეს არის ყაზბეგი? ეგ არის ყაზბეგი. საღალ ანუ ამან მოიგო. ხო, რა გავარდა ეს რა არის? არა, რატო გავარდა მე იმას? ყაზბეგმა მოიგო. ყაზბეგს ვიდო რა. გასინდის garaში ვიდო. ყაზბეგი და ვიდოხი რომ მოიგო თქო. კაი, ყაზბეგმა მოიგო, ოკეი. მაგრამ ეს რა არის? ეგ არის კაიაკი. არა უშავს. არა უშავს ხო, მაგრამ მაინც ისა აქვს რა. ეხლა ყაზბეგი აი რაღაცა ისე ვიცახ ის კლასიკაა ჩემთვის რაღაც. მიყვარს გემო. კაიაკის მირჩევნოდა მე. ამის გემოვნება მე მირჩევნოდა. 10. ვიზარდ და 11? დაშე? გახსოვს რომელი? არა, არ მახსოვს. ფიქრობდი რომ ყაზბეგს დავიმახსოვრებდი. პიზდეც. რომელი? მე ვიცი უკვე რომელი. მე ჩვეც საბა რომელს დადებს. საბონწეს მეორე უნდა გააკეთოს. მე მეორე. გადამწყვეტი ხარ. ამ შემთხვევაში ჩავარდები საქმეში. მობრძანდით ბატონო ექსპერტო. არა ბიჭო, ეს კადაში მაინც არ ჩამორ, მაგრამ 10 და 11, ხო? ხო. ის ყალბექს გავს. იასნა. რა არის? არა, ამას არ ეს რა? რა გავარდა? მეათე რა? სუბუკი გემოაქვს რა, ამას.
და ამ შემთხვევაში მაგიტო ის ოკეი. გემოვნებაა პროსტა თორე. საათი იყო კუშოვიჩი. კრუშოვიჩი. ხო, ბიჭო, ეს არის 13 და 15. 13 და 15. სუნში ვაფშე რა განსხვავება. მე მეგონა მარტო შენთან იყო ეს. სიმფრონის ბრალი იყო. ხო. ეს არის უცხოური ლუდი, ხო? რაც იყო. კი, გაუფილტრავია და ეს არის. ერთი უცხოური ლუდია შემოპარული და ბიჭო, მოდი ხარ სიმბოლურად ხარ გავაგდოთ ეგ. ეს ხარ გავაგდოთ სიმბოლურად. ეს იავნალი უცხოური ლუდია და რავი, გინდა რომ გავაგდოთ? რა მგონია რომ სწორი იქნება. ხო, ანუ რა ხან თქვით 16 ქართული ლუდი იქნებოდა, ნუ რა იყო ეს კაი ლუდი? შოფერს დახემე და ისე რავი, ჰოპერ. პირველად გავიგე რეალურად, მაგრამ აქ იმენა გამარჯვებული იყო. არა, ეს ამბავი ლუდია. ეხლა დავდივართ ნახევარფინალებზე. ხო და სანამ მე ნახევარფინალებს დავასხავ. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს ფეხბურთში. პირდაპირ ვიტყვი, სამესენ დაიწყო ფეხბურთს არ არა პირდაპირულად. ფეხბურთს არ უყურებ, საერთოდ არ ვიცი. მე UFC-ს თუ კითხვა აქვს UFC-სთან რა თქმა უნდა, შემიძლია უპასუხო, ისე არა. მაშინ კრიჭის მონოლოგი. ზოგადად ესე რომ შევხედოთ, ძალიან რთულია პროგნოზირება ვინ მოიგებს. იმიტომ რომ ყველა გუნდი კარგად გამოიყურება, ლივერპული სასწაულად გამოიყურება. თარი ჩემი საყვარელი, მე ბარსელონას ფანი ვარ, ბარსელონა შესანიშნავად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე. PSG-ს აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შანსები, PSG მაინც მერვე ფინალს გასწდება ჩემი აზრით. შეიძლება ფინალში ვერ გავიდეს, მაგრამ ნუ ყვარას PSG და ყვარას გამო მაინც გულში ჯერ არა. არა, PSG ჩემპიონობა ეხა არავის არ გვეწყინება წესით ამ წუთას უკვე. თუმცა მანდვე არის სხვა კაი კლუბებიც, მაგრამ მაინც რეალი გავარა ფინალში და აი ვის შეხვდება ეგ არ ვიცი. თუ კიდე რეალმა მოიგო, კაი მოვჩით, დავიღალე. მოვჩით ფეხბურთს საუბარ. წელს მე მინდა რომ ბარსელონა მოიგოს. რა თქმა უნდა, მთელი გულით და სულით მინდა ეგ, მაგრამ აი მეც მაქვს. ნახევარფინალები. ეს არის პირველი, ეს არის მე-6, რაც გავიგე. მაგრამ თვალები ვართ, ხა ძალიან არ გავიგე ხა რომელი მაგრამ. როგორია ხო გემ? დავამატოთ ზმა. აბა. პირველი. საინტერესოა. რა გავარდა? ნატახტარ ექსტრა ბლუ. Pro Maxi. პირველმა გაიმარჯვა, ხო? ხო, ყალბაგი გავარდა. დრო იყო. მართლა დრო იყო. ხო, თან ისე მეორედაც დატოვეთ. ვერავინ შეგეცინააღმდეგებათ, იმიტომ რომ ესეთი ლუდია რა. ეხლა არის მე-16, მე-11, მე-15. მე-11. და ესეც მე-15. ის გააკეთეთ ხო? ასე ცოტა. აი ეს. ჩემთვის პირველია ეს. ნასაბათის ვიცოდი ეს პირველი იქნება. არის. რა გავარდა? 11 ის. სტაროპრავლენი გავარდა. ცუდი არ არის. ბიჭო, რა ხან ნახევარფინალზე მოაღწია, ცუდი არც ერთი ლუდი აღარ არის იდეაში. მთელი ვიდეოს განმავლობაში არ გითხრა, რომ გამოვიწევ ნარხი რა. ეს არის ჩვენ მეორე ვიდეო. 1-4 თვის მერე დაუბრუნდით. ნახავ აპირებთ, რომ უფრო ხშირად გადავოთ. ეხლა დაწერენ კომენტარებში, რა გეჩქარებოდათ? ანუ არ თქვია ზარმაცები ხალხო და ეხლა რა გვეჩქარებოდა, როცა მოვიცავეთ მაშინ. არა, ხინგალი გაასწორებთ. ბიჭო, მე წვნიანი მევასება და რამეც ოსტრი. ოსტრი. და ფინალი ბიჭებო. ფინალია უკვე? ფინალი. ეს არის პირველი ნომერი. ერთიანები შეხვედრა? ბატონო, 3-1 არის. იდენტურია, აი იდენტურია. ფერიც კი ერთი და იგივეა. მე მაინტერესებს რა არის. ისე სამ დავლობდი ხა. რა ქართული ლუდები არ დაგვირებია, რაც გავარდი, რა ქართული ლუდი არ იყო. FS-ი გავიყვანეთ, FS-ი არ გავარდნილა, თუ FS გვაქვს, FS გავაგდეთ. არ გაგვიგდი. არ გაგვიგდია? არის თუ არა რაც. ანუ არის თუ FS-ი არ გაგვიგდი. კაიაკი გავაგდეთ. რავი არ გაგვიგდია თუ იყო, რავი არ ვიცი. კაიაკი არა. ხო, გავაგდეთ კაიაკი კაცო. რავიც არის ეგეთი? არ ვიცი. მეც აქ რა დევს ჩვენ წინ არ ვიცი.
ხო, არც ვინ არ ვიცი. წარმოუდგენა არ მაქვს რომელია ხა რეალურად. 11 ნომერი უყურებთ. აკვა. ასუნი ერთ იგივე. პირველ ნომერს გაუმართ. ბოლომდე ბიჭო. ცუდი არა. ბიჯოს იდენტურია? ორივე ძალიან კაია. მე ვიცი უკვე რომელიც არის. წესით მეც ვიცი შენ რომელსაც აღიჩა. ჩემი იცი, ამისი ყველაფერი რატომ წინასწარ მე ეს ვიცი რა. იცი როგორ გემოვნება. ჩემი არის ხო? ამის გადაწყვეტილებას დაველოდებით. მაგრამ აი ამ ლუთში ისე არის თანაბარი სიტუაცია არის. როგორც ხედავ ორივე დავცალე. ეხლა ჯერ ამის გადაწყვეტილებას დაველოდები და მე მივცემ ჩემს. გაითვალისწინეთ რომ მე ლუტი მეტი აღარ არის და მე ფიზიკურად ვერ მივიღებ მონაწილეობას. მე სიმართლე გითხრა მეორეს ველოდი. არა. რა გავარდა? თქვენ გავიდეთ ეფესი. მე ეფესი. აი, ვინ გაიმარჯვა? თქვენი აზრით? ლოენ ბრაუნ? ლოენ ბრაუნ გავაკეთეთ. კარვა. კარვა? ვაუ. კარვა და ეფესია რაღაც ერთ თიმაში გადის რა, გემოებში. კარვას მოვაგებიათ, ეხა შეგინდა თქვა. მოგვიტანე კარვა, მოგვიტანე. ავი. ყოჩახ კარვას. გაიმარჯვა კარვა, ნამდვილადაც მე არ მაგ გამიკვირდეს. კარვა. ძალიან თანაბარი იყო იდეაში რეალურად. კი. საერთოდ არ იყო განსხვავება, ძალიან მინიმალურ რაღაცაში იყო განსხვავება რა. კი, ნამდვილად. მაგრამ კარვას უფრო კაი გემო ქონდა ჩემთვის ვიდრე FS. ბიჭო, მუღამიც ეგ არის, ხო, ეხლა თქვენ გწონდეთ რა ლუდები იყო. იქ შეიძლება ხო, არ აიღებდით. მაგრამ როცა არიცოთ, უყურე გემოებით წახვედით რა, ეხლა კაის შოპერი მოხსენით, იმიტომ რომ კი არ იყო ქართული. ქართული არ იყო და მაგიტომ მოიხსნა რეალურად. და იყო გემოებით თქვა, ეხლა რო ყოლაფოთლი დაგანახოთ, შეიძლება სხვა აირჩიოთ მოსაკებად. ვიზუალი სახელიც გამა, მაგრამ გემოთი ფაქტია რომ კარვა მოიგო. კარვა? მიძია კარვა. ზარმაცების საყვარელი ლუდი ხარ როგორც აღმოჩნდა. საყვარელი რჩეული ლუდი გახდა კარვა. ეს ჰეინეკენი მაინც დაგვიწყო კიდე კაი. საწავლავია. კარვას გამარჯვეს. ჩვენი გამარჯვებულია კარვა. ბიჭო, ეს რა ლუდია? ეხლა დაგისხე. ჰეინეკენი. ჰეინეკენს და კარვას გამარჯვეს. გააგდეთ პირველი ვეიბაზე თუ არ მეშლება. ხო. ვისთან ოღონდ იცი ხარ. გამოიწერთ არხი, თუ მოგეწონათ და თუ გინდათ რომ სხვადასხვა პროდუქტების შედარება იყოს შემოგვიდევებში. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნებთ უკვე კონტენტის კეთებას. მიუხედავად ჩვენი პრობლემებისა, უკვე გამოვასწორეთ ყველაფერი და ეპიზოდებში განვიხილავთ უკვე სხვა სახეობის პროდუქტებსაც კი. ხო, თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში რა პროდუქტები განვიხილოთ, მაგალითად ეს იქნება ჩიფსების შედარება, ან რაღაცა მაგალითად შაურმების შედარება. ან თუნდაც შევადარებულის. ხო, ჩვენ გეუბნებით, გავაკეთებთ tier list თუ რომელი არის საუკეთესო პროდუქტი ჩვენთვის. შევდებით შემდეგ ვიდეოში. შევიდებით.